მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო ინსტრუქცია ქირომანტიის, ესე იგი, ხელზე მკითხაობის შესახებ, თუ როგორ იმკითხაოთ ხელის გულზე ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებსაიტზე, სადაც განთავსებულია ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებული წინასწარმეტყველებაზე და მკითხაობაზე და ზემო მენიუში დავაჭიროთ ღილაკს სახეობები და გადავიდეთ მკითხაობის სახეობების გვერდზე. აქ მოვძებნოთ სექცია, რომელსაც ხელის გულის ხატულას ქვემოთ დაწერია ქირომანტია და დავაწყაპუნოთ ამ სექციის ბოქსზე, რომელიც გადაგვიყვანს ქირომანტიის მკითხაობის გვერდზე. აქ ამ გვერდზე უპირველეს ყოვლისა შეამოწმეთ, რომ თქვენ დაყენებული გაქვთ ქართული ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ინფორმაციას მიიღებთ სხვა ენაზე. ეხლა კი შეუდგეთ დღევანდელი თემის ხელზე მკითხაობის განხორციელებას. ამისათვის საჭიროა, რომ გქონდეს ორი ფოტოსურათი. ჯერ მარცხენა ხელის და შემდეგ მარჯვენა ხელის. ფოტო შეგიძლიათ საკუთარ ხელებს გადაუღოთ ტელეფონის მეშვეობით და ატვირთოთ კომპიუტერში. რაც უფრო ხარისხიანი იქნება ფოტოსურათი, მით უფრო ხარისხიანი იქნება შედეგიც, ანუ მკითხაობა. შევთანხმდეთ, რომ ფოტოსურათები გადაიღეთ და ატვირთეთ კომპიუტერში. ჯერ გვჭირდება მარცხენა ხელის ფოტო. ავტვირთოთ მარცხენა ხელის ფოტო. ამისათვის დავაჭიროთ სურათზე მოთავსებულ ღილაკზე, დააწყაპუნეთ და ატვირთეთ ფოტო და კომპიუტერში მოვძებნოთ მარცხენა ხელის ფოტო. ავტვირთოთ ეს ფოტო და აუცილებლად დაველოდოთ, როდის გამოჩნდება საიტზე. როგორც კი ფოტო აიტვირთება საიტზე, გააქტიურდება ორი ღილაკი. პირველი გაგზავნა და მეორე გაუქმება. თუ არ გსურთ მკითხაობის გაგრძელება, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკ გაუქმებას და თქვენ საწყის პოზიციაში დაბრუნდებით საიტის მთავარ გვერდზე. თუ კი გსურთ მკითხაობის გაგრძელება, შესაბამისად აჭერთ ღილაკს გაგრძელება და ველოდებით შედეგს. მოგვიწევს ცოტა ლოდინი, რადგან სურათი ეგზავნება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ამუშავებს ჩვენი მარცხენა ხელის ფოტოს და ამისათვის დროა საჭირო. დაელოდეთ, ბოლომდე არ გადახვიდეთ სხვა გვერდზე, რადგან შეიძლება პროცესი შეწყდეს. მე სპეციალურად არ ვამოკლებ ვიდეოს, რადგან მინდა დარწმუნდეთ, რომ პროცესი ცოტა ხანგრძლივია და არ გამოიწვიოს თქვენი დაბნეულობა. პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა მარჯვენა ხელის ფოტოს სურათზე გააქტიურდება ღილაკი, დააწყაპუნეთ და ატვირთეთ ფოტო. ეს იმას ნიშნავს, რომ მარცხენა ხელის ფოტოს პროცესი დასრულებულია და შეგვიძლია ავტვირთოთ მარჯვენა ხელის ფოტოც. ესიც გამოჩნდა და გააქტიურდა მარჯვენა ხელის ფოტოს ატვირთვის ღილაკიც. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია აუტვირთოთ მარჯვენა ხელის ფოტოც. პროცედურა იგივეა. დავაწყაპუნოთ ამ ღილაკზე და მოვძებნოთ ჩვენს კომპიუტერში მარჯვენა ხელის ფოტოსურათი და ავტვირთოთ ვებსაიტზე. დაველოდოთ, როდის აიტვირთება სურათი საიტზე და შემდეგ ისევ დავაწყაპუნოთ სურათის ატვირთვის შემდეგ გააქტიურებულ ღილაკზე გაგრძელება. და ეხლა უკვე დაველოდოთ საბოლოო შედეგს, ესე იგი მკითხაობას. პროცესი, როგორც მოგახსენეთ, ხანგრძლივია. მოგიწევთ ცოტა ლოდინი. არ გადახვიდეთ სხვა გვერდზე და არ დატოვოთ საიტი, რადგან პროცესი შეიძლება შეწყდეს. ამიტომ დაველოდოთ საბოლოო შედეგს. ამ შემთხვევაში ვიდეო რომ არ გამიგრძელდეს, მე შევამოკლებ მას, რომ საბოლოოდ მოგითხროთ შემდეგი ეტაპების შესახებ. და ისიც, საბოლოო შედეგი ესელგი მკითხაობა თქვენს ორივე ხელზე. აქ, ამ ფანჯარაში, შეგიძლიათ წაიკითხოთ შედეგი თქვენივე სურათების ქვემოთ. შენიშვნა:
აუცილებლად უნდა დააჭიროთ ქვემოთ მოთავსებულ გრძელღილაკს სახელად დახურვა და ისტორიის ნახვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მოინდომებთ ისევ ხელზე მკითხაობას, ეს ძველი გვერდი დაგვდებათ და ვერ შეძლებთ მის განხორციელებას. დააჭირეთ ამ გრძელღილაკს და გადადით თქვენს ისტორიაში და იქ ნახავთ ყველა თქვენს მკითხაობის ისტორიას, რომელიც კი დაგიგენერებიათ ჩვენ საიტზე. იხილეთ ვიდეო თუ როგორ გადახვიდეთ თქვენს ისტორიაში და იხილოთ სრული ინფორმაცია ყველა თქვენს დაგენერირებულ სერვისზე. გმადლობთ ყურადღებისთვის. ეხლა კი დაგემშვიდობებით. გვადევნეთ თვალი Facebook-ზე, ჩვენ ვეცდებით დავდოთ ახალი ვიდეო ინსტრუქციები სხვადასხვა მკითხაობის სერვისების გამოყენებაზე. წარმატებებს გისურვებთ.